თქვენ უსმენთ პოდკასტს რადიო მაესტროზე. ატლანტის ოკეანეში არსებობს სივრცე, რომელსაც რუკაზე მკაფიო გეომეტრიული საზღვრები არ აქვს, მაგრამ ადამიანთა ცნობიერებაში ერთ-ერთ ყველაზე იდუმალ ზონად იქცა. ის პირობითად მაიამის, პუერტო-რიკოსა და ბერმუდის კუნძულებს შორის მდებარე აკვატორიას მოიცავს. გეოგრაფიული მონაცემები გვამცნობს, რომ ამ ზონაში მრავალი პატარა კუნძულია, რის გამოც აქ ინტენსიურად ვითარდებოდა კაბოტაჟური ნაოსნობა, ხოლო რბილი კლიმატი ტურისტული ბიზნესის განვითარებას ხელს უწყობდა. მიუხედავად ამისა, რეგიონი მსოფლიო ყურადღების ცენტრში მხოლოდ 1840 წელს მოექცა, როდესაც მის სიახლოვეს ფრანგული აფრიანი გემი როზალი იპოვეს. ყველა აფრა ადგილზე იყო, ტვირთი ხელუხლებელი, მაგრამ ეკიპაჟის არც ერთი წევრი აღარ ჩანდა. იგივე განმეორდა 1902 წლის 20 ოქტომბერს, როცა 4-ხანძიანი გერმანული სავაჭრო გემი ცარიელი აღმოაჩინეს. პროდუქცია და ხომალდი დაუზიანებელი იყო, ადამიანები კი უკვალოდ გამქრალი. დღეს მოგიყვებით ბერმუდის სამკუთხედზე. ერთ-ერთ ყველაზე იდუმალ გეოგრაფიულ ადგილზე, რომელმაც 10 წლეულების განმავლობაში არაერთი კითხვა გააჩინა და დღემდე ინტერესის საგანია. 1918 წლის 4 მარტს ბარბადოსის პორტიდან ბალტიმორისკენ გაემართა მანგანუმის მადნით დატვირთული ამერიკული გემი ციკლოპი, რომლის ბორტზე 309 ადამიანი იმყოფებოდა. გემი დანიშნულ პორტში არასოდეს მისულა, რადგან ეს პირველი მსოფლიო ომის ხანა იყო და ატლანტიკაში გერმანული წყალქვეშა ნავები მოქმედებდნენ, გაჩნდა ვერსია, რომ ციკლოპი მათ ჩაძირეს, თუმცა არც საგანგებო სიგნალი დაფიქსირებულა და არც ნამსხვრევები აღმოჩენილა. გაუჩინარებაზე საუბრისას ამერიკის მაშინდელმა პრეზიდენტმა ვუდრო ვილსონმა განაცხადა. მხოლოდ ღმერთმა და ზღვამიცის რა დაემართა ამ გემს. ბერმუდის სამკუთხედის იდუმალებასთან პირველი წერილობითი ცნობებიც ძველ ეპოქას ეკუთვნის. 1492 წელს სარგასოს ზღვის გავლით ამ რეგიონს ქრისტეფორე კოლუმბი გადაკვეთდა. მისი გემის ჟურნალი მოგვითხრობს კომპასის ისრის უცნაურ ქცევაზე და ცისა და ზღვის უჩვეულო ნათებაზე. ამ ამბავმა მეზღვაურთა შორის სწრაფად გაავრცელა აზრი, რომ ატლანტიკის ეს ნაწილი არაორდინალური ძალებით იყო მოცული. 1950 წელს Associated Press-ის კორესპონდენტმა ჯონსმა ამ ზონას ეშმაკის ზღვა უწოდა, ხოლო ტერმინი ბერმუდის სამკუთხედი საბოლოოდ დაამკვიდრა ვინსენტ გადისმა 1964 წელს სტატიით „მომაკვდინებელი ბერმუდის სამკუთხედი“. ამის შემდეგ 60-70-იან წლებში მსოფლიო პრესაში ამ რეგიონის საიდუმლო ისტორიები ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ თემად იქცა. ყველაზე ცნობილი შემთხვევა კი 1945 წლის 5 დეკემბერს მოხდა. 2 საათსა და 10 წუთზე ფლორიდიდან საწვრთნელ ფრენაზე აფრინდა 5 სამხედრო თვითმფრინავი, ევენჯერები. ოპერაციას გაფრენა 19 ლეიტენანტი ჩარლზ ტეილორი ხელმძღვანელობდა. გამოცდილ პილოტს ჰაერში 2500 საათზე მეტი ჰქონდა გატარებული. ყველაფერი წესრიგში იყო, სანამ რადიოში არ გაისმა შეშფოთებული ხმა. არ ვიცით სად ვართ, ვერაფერს ვხედავთ, კომპასები არ მუშაობს, მზე არ ჩანს. პილოტები საუბრობდნენ ძლიერ მაგნიტურ ქარზე, სივრცეში დაკარგვის განცდასა და საწვავის ამოწურვაზე. ამის შემდეგ კავშირი გაწყდა. მათ მოსაძებნად გაგზავნილი ჰიდრო თვითმფრინავი მარტინ მარინერიც გაუჩინარდა. 6 თვითმფრინავი და 27 ადამიანი უკვალოდ გაქრა. მიუხედავად მასშტაბური საძიებო ოპერაციისა, ნამსხვრევებიც კი ვერ იპოვეს. 1991 წელს გავრცელდა ცნობა, რომ ზღვის ფსკერზე აღმოჩენილი იყო 5 ევენჯერის ნარჩენი, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ იმავე რაიონში ამ ტიპის 100-ზე მეტი თვითმფრინავი იყო ჩამოვარდნილი და ზუსტი იდენტიფიკაცია ვერ მოხერხდა. მოგვიანებით საზღვაო ისტორიისა და მემკვიდრეობის სარდლობის ისტორიკოსი მარკ ევანსი იხსენებდა, რომ თვითმფრინავები ცნობილი იყო როგორც უკიდურესად გამძლე. პილოტები ზოგჯერ მათ რკინის ჩიტებს ან
გრუმანის რკინის ქარხნებს უწოდებდნენ. ისინი ტანკებივით იყო აგებული და არაერთხელ დაბრუნებულან ბრძოლიდან ნატყვიარებით, თუმცა უპრობლემოდ აგრძელებდნენ ფუნქციონირებას. პილოტებს უყვარდათ ისინი, იხსენებს ისტორიკოსი. თვითმფრინავების წონა ცარიელ მდგომარეობაში 4535 კილოგრამზე მეტი იყო. ამის გამო ის სწრაფად ჩაიძირებოდა. საზღვაო ძალების საბოლოო ანგარიში წერია, რომ რეისი 19-ის გაუჩინარება პილოტის შეცდომას უკავშირდებოდა. ტეილორის ოჯახმა დასკვნა გააპროტესტა და რამდენიმე განხილვის შემდეგ განაჩენი შეიცვალა დასკვნით მიზეზი ან მიზეზები უცნობია. მეცნიერები ამბობენ, რომ ღია ზღვაში დაშვების შემდეგ ვინმეს გადარჩენის შანსი მცირე იყო. ცივწყლებში ღამის გადარჩენის შანსი 0-ის ტოლი იყო. ნამსხვრევების ფსკერზე სწრაფად ჩასვლის ალბათობა კი მაღალი. შემდეგი 10 წლეულების განმავლობაში ბერმუდის სამკუთხედში კვლავ დაიკარგა ათეულობით გემი და ასობით თვითმფრინავი. 1973 წელს შტორმში ჩაიძირა გერმანული გემი ანიტა და ოკეანემ მხოლოდ ერთი სამაშველო რგოლი დააბრუნა მისი სახელით. ამ მოვლენების შემდეგ ბერმუდის სამკუთხედი საბოლოოდ იქცა ანომალურ ზონად. მასთან დაკავშირებით ბევრი კითხვა არსებობს. მაგალითად, რატომ გამოდიოდა მწყობრიდან კომპასები ერთდროულად? რატომ ვერ ხედავდნენ პილოტები მზეს ნათელცაზე? და როგორ შეიძლება უკვალოდ გაქრეს გემი ან თვითმფრინავი? 1974 წელს ჩარლზ ბერლიცმა გამოაქვეყნა წიგნი ბერმუდის სამკუთხედი, რომელშიც ამ რაიონში სხვადასხვა საიდუმლოებით მოცული გაუჩინარების აღწერები იყო შესული. წიგნი ბესტსელერი გახდა და სწორედ მისი გამოქვეყნების შემდეგ თეორიამ ბერმუდის სამკუთხედის უჩვეულო თვისებების შესახებ განსაკუთრებული პოპულარობა მოიხვეჭა. თუმცა შემდგომში გამოაშკარავდა, რომ ზოგიერთი ფაქტი ბერლიცის წიგნში არასწორად იყო გადმოცემული. 1975 წელს ლოურენს დევიდ კუშემ გამოაქვეყნა წიგნი ბერმუდის სამკუთხედი, მითები და რეალობა, რომელშიც ის შეეცადა იმის დამტკიცებას, რომ არაფერი ზებუნებრივი და საიდუმლო ამ რაიონში არ ხდება. აღნიშნული წიგნი დაფუძნებულია დოკუმენტებისა და თვითმხილველებთან საუბრების მრავალწლიან კვლევებზე, რომლებმაც მრავალრიცხოვანი შეცდომა და უზუსტობა გამოავლინეს ბერმუდის სამკუთხედის საიდუმლოს არსებობის მომხრეთა პუბლიკაციებში. თეორიის მომხრეები უკანასკნელი 100 წლის მანძილზე დაახლოებით 100 მსხვილი საზღვაო და საჰაერო ხომალდის გაუჩინარების შესახებ საუბრობენ. გაუჩინარებათა გარდა იტყობინებიან ეკიპაჟის მიერ წესიერ მდგომარეობაში მიტოვებული გემების, ასევე სხვა უჩვეულო მოვლენების შესახებ, როგორებიცაა უეცარი გადაადგილებების სივრცეში, დროის ანომალიები და ასე შემდეგ. კუშემ და სხვა მკვლევარებმა აჩვენეს, რომ ამ შემთხვევებათაგან ზოგიერთი ბერმუდის სამკუთხედის საზღვრებს მიღმა მოხდა. ზოგიერთი შემთხვევის შესახებ რაიმე ინფორმაციის მოპოვება ოფიციალურ წყაროებში ვერ მოხერხდა. თანამედროვე მეცნიერება ბერმუდის სამკუთხედის იდუმალებას ზებუნებრივ ძალებს კი არა ბუნებრივ ფაქტორებს უკავშირებს. რეგიონი მდებარეობს ძლიერ ოკეანურ დინებათა გზაზე, განსაკუთრებით გოლფსტრიმის, რომელსაც ნამსხვრევების სწრაფად გაფანტვა შეუძლია. აქ ხშირად წარმოიქმნება მოულოდნელი გიგანტური ტალღები, ძლიერი შტორმები და ტროპიკული ციკლონები. ატლანტის ოკეანის ყველაზე ღრმა წერტილიც ბერმუდის სამკუთხედში მდებარეობს. პუერტო-რიკოს ღრმულში, მილუოკის სიღრმეზე, ოკეანის სიღრმე 8380 მეტრს აღწევს. მაგნიტური დეკლინაციის ცვლილებები კი შესაძლოა კომპასის გადახრას იწვევდეს, რაც ძველ ნავიგაციურ სისტემებში სერიოზულ შეცდომებს ქმნიდა. ამ ყველაფერს ემატება ადამიანური ფაქტორი. არაზუსტი რუკები, ტექნიკური ხარვეზები, პილოტებისა და კაპიტნების გადაღლა და სტრესული გადაწყვეტილებები. მეცნიერებისთვის ბერმუდის სამკუთხედი არ არის მისტიკური კარიბჭე სხვა სამყაროში. იგი ერთ-ერთ ყველაზე რთულ და სახიფათო ნავიგაციურ ზონად ითვლება ატლანტიკის დასავლეთ ნაწილში. მიუხედავად მეცნიერული დასაბუთებისა, ბერმუდის სამკუთხედი დღემდე რჩება ადგილად, სადაც მეცნიერება და ლეგენდები თან არსებობენ და სადაც ოკეანე კვლავ ინახავს თავის საიდუმლოს.